მიღირს თუ არა რესურსის ჩადება და დროის ჩადება ამ ყველაფერში. თუ შემიძლია გავტესტო და მარტივად წავიდე. ჯერ ეს ერთი მთავარი რესურსი რა არის? ეს არის ფიქრი, ხო? ბრენდინგი არის ფიქრის სტრუქტურირება. პირველი ნაწილი საპროექტო, ხო? თუ არ იფიქრე და არ მოიფიქრე, რომ ვინ ხარ, რა ხარ, რა საკეთებ, რა პრობლემას წყვეთ, მაშინ საერთოდ საით მიდიხარ, როგორ მიდიხარ, ხო? იმიტომა ეს შედეგი რო გვაქვს, ხო, ბაზარზე, რომ უმრავლესობა დაფუძნებული კომპანიებისა მალევე კვდებიან, იმიტომ რომ არ არის ამაზე ნაფიქრი და მიღირს რას ნიშნავს, თუ არ იფიქრე, ესე იგი არ იცი, ხო, სად რას როგორ და რანაირად აკეთებ. ეს არის უპირველესი და უმთავრესი რესურსი. მაგრამ მე რო ჩამოთვალე ესე დაყოფილად, ხო, პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ოი მე თავის საზიანოთ ლაპარაკობს. თუ არა გაქვს ფულადი რესურსი, რომ თქვათ კონსულტანტი, სტრატეგი დაიქირაო, შეუნდა დაждდე და იფიქრო რა.